ასაკის მატებასთან ერთად შევნიშნე, რომ სახის კანი მომეშვა. სარკეში რომ ვიყურები, ძალიან არ მომწონს ღაბავთან ჩამოწეული კანი, თვალები მაქვს ჩამოწეული, შუბზე ნაოჭი. ფოტოების და ვიდეოების გადაღების დროს ვცდილობ, რომ დამალო ყოველთვის ეს ნაკლი ჩემი. ამიტომ გადავწყვიტე მიმართო პლასტიკურ ქირურგიას და გავიკეთო სახის აჭიმა. მე ვარ მაკახი ზანიშვილი, 56 წლის, ფიტნეს ინსტრუქტორი. ვარ ყოფილი წყალბურთელი, ვიყავი საქართველოს ნაკრების და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. ვარ ორგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ასევე ვიყავი საქართველოს ნაკრების კაპიტანი. 2010 წლიდან უკვე დავკავდი ფიტნესით და ნელ-ნელა უკვე გავუდექი პროფესიონალურ გზას. და 2018 წლიდან უკვე გადავწყვიტე, რომ შეჯიბრებებზე გამოვსულიყავი. გავხდი ორჯერ ოქროს მედლის პრიზიორი საერთაშორისო ტურნირზე და ერთხელ აბსოლუტური ჩემპიონი. ასაკის მატებასთან ერთად უფრო მოტივირებული ვარ რომ ვივარჯიშო, იმიტომ რომ მინდა ახალგაზრდულად გამოვიყურებოდე. ეს მოითხოვს ჩემგან უფრო მეტ დისციპლინას, ყვების დაცვას, ვარჯიშის აქტიურს. კი, ვარჯიშით სხეულს ამკრივარ, მაგრამ სახეს ვერ შველი. ამიტომ გადავწყვიტე პლასტიკური ქირურგია გავიკეთო. ძალიან ნერვიულობ, არ დაგიმალავთ, 2 დღიან ძინებია. სახე მოგეხსენებათ ისეთი რაღაც არის, რომ უნდა მიმართო პროფესიონალს. რაღაც პატარა ნიუანსი და შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს ეს ამბავი. ამიტომ მივმართე კუზანოვის კლინიკას. ხოლო რაც შეეხება ექიმს, არჩევანი შევაჩერე ბატონ ივა კუზანოვზე. იმიტომ რომ ვიცი, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ძალიან კარგი შედეგები. არჩვენი ხელით რა არ მოგწონს დღესახეს. აი ეს ადგილები მოშებული კანი. გასაგები მოძი ნახოთ. არ შეიძლება ეგრე გაწევა. უნდა იდიოს ყველაფერი ზემოთ. ნუ ეს ზედმეტია გასაგებია. გავწევთ ყველაფერი. მაქსიმალურად ავიღეთ. ესე იქნება მერე ყელი. მერე ეს აიწევა ეგრე და თვალით დავწიო. წარბებს ავწევ საკმაოდ ავწევ. წელი აწევა უნდა იყოს და რამდენი ზედმეტია. ხო, გვინდა კუთხე თვალის რა იწიოს ეგრე. აი ეს. ნახე აბა ჩაიხედე. ოკეია. ხო. ნუ აი ეს იქნება. ოკეი? ოკეი. მზად ვართ. მეც მზად ვარ. ხო, ალდილას უკვე შეუდგებთ. კაი ძილი. ხო, გჯერავს რომ კარგად იქნება. რა თქმა უნდა, რო არ მჯეროდეს არ მოვიდოდი. ხო. სახის კანის დაჭივა გაახალგაზრდების მიზნით კეთდება უკვე დიდი ხანია. კეთდება რა, გადაკვეთი კეთდება ტრადიციული და ამ კანს მერე ჭიმავდნენ სხვადასხვა ადგილას და ზედმეტ კანს მერე იჭრებდნენ და იკერებოდა ეს ყველაფერი. ეხლაც კეთდება ეგეთი ოპერაციები. ძალიან ბევრი პაციენტი უკმაყოფილო რჩება. ძალიან ხშირად მოდის პაციენტი, რომელსაც 1 წლის, 2 წლის წინ გაკეთებულია და ეხლა ყველაფერი ისევ ჩამოვარდა. მაგრამ რო ეკითხები რა გაიგეთეს, მე მას დაჭიმა გამიკეთეს. ამ დროს მას დაჭიმის დროს არ არსებობს, მაგრამ რო 2 წელიწადში ჩამოვარდეს ეს ყველაფერი. კეთდება უბრალოდ რაღაცას აპლიკაცია, რაღაცას გადაჭიმს, გადმოჭიმავენ და ამობენ რომ გაკეთა SMAS-ი ან გაკეთა დიპლეი ან მენდელსონის ოპერაცია და რაღაც. Display face რა არის ეს ჩადიხარ უფრო ღრმად, სადაც ნერვები გადის, სიზარღვები გადის და თუ არა გაქვს გამოცდილება, იქ დაზიანება ერთი ტოტის სახის ნერვის ტოტის ეს კატასტროფას იწევს. ძალიან დიდი გამოცდილება უნდა კონდეს და გრძნობა, სადდევს ეს ყველაფერი და როგორ უნდა მიხვიდე იმ ლიგამენტთან, რომელიც აფიქსირებს ამ SMAS და არ გაძლევს უფლებას მიიღო ნებისმიერ თქვა აჭიმო მარტო ვერტიკალურად, ან გადაჭიმო მარტო გვერდულად, ან გადაჭიმო ქვემოთ, ან მისცე რამდენიმე ვექტორი, თქვა ზევითად და ქვევითად. აი ეს გვაძლევს მარო დიპლეი. მაგის ოპერაციას შეუძლია მარო ძალიან დიდ გამოცდილ ადამიანს და ვინც მიკროქირურგიასთან უფრო ახლოა და იცის კარგად ანატომია. აი ეს ზედმეტი კანია.
აქ არ შეიძლება ზედა ან ქვედა ქუსტოს ბლეფოროპლასტიკა, იმიტომ ძალიან ჩავარდნილი თვალებია. всё, დავიწყოთ ახლა ოპერაცია. მაგას გაუკეთდა სულ სხვანაირი ოპერაცია, სხვანაირად შედეგს ვერც მიიღებდი, გადაიხსნა მთლიანად კანი, წარბებამდე, წარბების ქვევით, მთელი შუბლი გადმოვიდა წინ, ლოყების ადგილი გადმოვიდა წინ და კისერიც გადმოვიდა წინ. ამან მოგწა ის, რომ ჩვენ მერე უკვე შეუდექით იმას, რომ დავჭიმეთ მთლიანად კუნდ ფასიალური ნაფრეთი, სმასი. ნახევარი მორჩით. აი სმასმა რა მომწა, რა შედეგი მომწა, როგორ აიწია ყველაფერი კანის გარეშე, აი კანი დაჭიმული არცაა, მაგრამ მთელი სახე, მთელი ეს ყველაფერი დაჭიმული, იმიტომ რომ გაკეთა ძალიან ღრმა სმას აწევა. ეხლა გავადავთ მეორე მხარე, აი რომ შევადაროთ, იქით მხარეს უკვე აი ეს ნაოჭები არ აქვს საერთოდ. არანაირი ნაოჭი საერთოდ ამსად არ აქვს. ეხლა გაკეთება მეორე ნაწილი. ეს კეთება ეგეთი დიდი ოპერაცია იმ შემთხვევაში, როცა აი ეგეთი მძიმე სიტუაცია გვაქვს და ასაკი. აბა, ჩემპიონო, როგორ ახარ? კარგად თქვენ? მადლობთ, კარგად. გამოიყურები? საკმაოდ კარგად, გეძინა კარგად. აბა, წავიდეთ ახლა შესახვევში, მოგხსნიავას და შენ თვითონ შენახავს შენ სახეს და ერიქდება. მე მგონი ძალიან მაგარი ხარ. ერთი სუნი მაქვს ნახო შედეგი. მოგხსნით ახლა ყველაფერს. კიდე ჩაიხედო სარკეში? აბა. და რამაზი ვარ. აი ხა შესებული ვარ. ჩაცხრება ალბათ. და მალე ხო რამდენი დღე უნდა ამის ჩაცხრა? საბიტე. რაც თავარია გადასწორებული ვარ. გაახალგაზრდებული ხარ, 10-15 წლის როგორც არაფერი. 20 არა? შეიძლება 20-ც. ვფიქრობ მივიღეთ ძალიან კაი შედეგი. მაშინ კიდო ჯერ არ იყო ჩალურჯებული, იმიტომ რომ სილურჯე და ეს შეშუპება უფრო მოგვიანებით ხდება, აი მე-5, მე-6 დღეს. მაგრამ როცა ვნახეთ მე-5, მე-6 უკვე ჩალურჯებული ყველაფერი, მაგა ცოტა ეგრე იყო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცოდით ეს გაივლის ყველაფერი და იქნება უფრო კარგი. ნუ რა, ეს სიამოვნება, იმხელა სიამოვნება, რომ აი ახლაც მაჟრიელებს. როცა უყურებ. აი ესაა ზუსტად შენი პირადი შეფასება, შენი შრომის და შენი შედეგის. ეხლა რომ შეხედოთ, სულ სხვა სახეა. სულ სხვა სახეა. ბუნებრივია, რაც ჩვენ გვინდოდა ის მივიღეთ. მე მგონი მაგაც მიიღო ის, რასაც ელოდა. ყველანაირ მოლოდის გადააჭარბა. კი ველოდი ესეთ შედეგს, მაგრამ აი ესეც კარგსაც არ ველოდი. არ მინდოდა რომ მქონოდა ხელოვნური სახეა ეს მიმიკების და ყველაფრის გარეშე აბსოლუტურად ყველაფერი შენარჩუნებულია. ამ ოპერაციის შემდეგ გავხდი უფრო თავდაჯერებული და აი სახეზე მეტყობა რომ ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემთვის ჩემი პროფესია ყველაფერია. იმიტომ ну, როცა მუშაობ და ღამე ხარ კლინიკაში. ღამე რომ მიდიხარ, ემზადები მომავალ ოპერაციებს და ღამე ფიქრობ, როგორ უნდა გააკეთო, როგორ უნდა